შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ უწყებას. მოგესალმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსროლი და ავტომატური ცეცხლსროლი იარაღები. და სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან მათი პირადი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა-პვპ, უპრენორფინი, მეთადონი, მორფინი, MDMA და გამომშალი მარიხუანა მიმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226, 260, 260 ტერცია, 260 კვარტა, 261 და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად 2025 წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის საქართველოს მასშტაბით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება ყველა ის ადამიანი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.